სოფლიო წარღვნა ხშირად ზღაპრად აღიქმება. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ცივილიზაციის სისტემური კრახი, რომელმაც თავი შემოქმედის თანასწორად მიიჩნია. ანტიკური სამყარო სავსე იყო ამპარტავნებითა და ბოროტებით. გადმოცემა მოგვითხრობს გიგანტებზე, უზარმაზარი ძალის მქონე არსებებზე, რომლებიც თავიანთ სიგიჟეში ცდილობდნენ ცის შტურმით აღებას. ისინი ფაქტიურად სურდათ ღმერთთან ომი, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებსა და იმდროინდელ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, შემოქმედის დამარცხება შეუძლებელია, ეს ისეა, როგორც ჩრდილით ცდილობდეს მზის ჩაქრობას. მაგრამ მათმა აგრესიამ დაარღვია სამყაროს სულიერი ბალანსი. წარღვნა გახდა არა შურისძიება, არამედ ბუნებრივი განწმენდა მიწისა აბსოლუტური ბოროტების ვირუსისგან. დღეს ისტორია ტრიალებს. ჩვენ აღარ ვაშენებთ ქვის კოშკებს ღრუბლებამდე მისაწვდომად. ჩვენ ვაშენებთ იდეოლოგიურ კოშკებს. თანამედროვე ადამიანი ღმერთთან ამ საწარმოებს უფრო ჩუმად, მაგრამ უფრო რადიკალურად, მისი გეგმის უარყოფით სქესზე, ოჯახზე, თავად ადამიანის ბუნებაზე. ეს იგივე გიგანტთა ომია, მხოლოდ ციფრულ და მენტალურ ველში. ჩვენ კვლავ ვცდილობთ გადავწეროთ არსებობის წესები ჩვენი სურვილების მიხედვით. და შედეგიც იგივე იქნება. ღმერთის დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანს შეუძლია მიწა გახადოს უარგისი თავად ადამიანის სიცოცხლისთვის. ღვთისრისხვა, ეს არ არის ემოციების აფეთქება, ეს არის მომენტი, როდესაც შემოქმედი უბრალოდ ხელს იშვერს და სამყარო იშლება საკუთარი სიგიჟის სიმძიმის ქვეშ. ჩვენ კვლავ მოვიყვანთ საკუთარ თავზე წყლებს, ხოლო ახლა ეს არის მნიშვნელობათა წარღვნა, რომელშიც იხრჩობა ჭეშმარიტება. ისტორია გვასწავლის, რომ ის არაფერს გვასწავლის. მაგრამ კიდობანი ჯერ კიდევ ღიაა მათთვის, ვინც ბზადაა დატოვოს ამპარტავნება.